ახალად დანაშაულებებზე ვილაპარაკო და გაფიტაშვილზე ვილაპარაკო. ქართული ოცნების ბოსებს მდიდრული სასახლეების მშენებლობაში ხელი რომ არ შეშლოდათ, პოლიციას მომჩივანი მეზობლების გაჩუმებას ავალებდნენ. რომელი მოვიდა სასახლიდან გამომკითხა მე არ გაინტერესებს დანაშაულებზე. წყნეთის პოლიციის ექს-შეფი ექს-მთავარ პროკურორზე და აუდიტის სამსახურის მოქმედ შეფზე ალაპარაკდა. ის 8 საათზე მოყვება, როგორი ჩქმალებოდა საქმეები. გიორგი გაბიტაშვილმა ლეილა აბაშიძის სახლი რომ დაანგრია და სამშენებლო მოედნად აქცია, ნებართვა არ იძებნება. ნახეთ, ვისზე ვრცელდება ამ ქვეყანაში კანონი. რადგან გაიგეთ, რომ პროკურორ გაბიტაშვილს ეკუთვნოდა მიწა, ამიტომ არ მოახდინეთ რეაგირება. ოთარ ფარცხალაძის 35 იარაღი და გაყალბებული დოკუმენტების საქმეში. 5 იარაღი რომ გადააყო, ეკება კარტინობა, ფარტად დამეჟარ ფარტად. არ გაინტერესებს. საქართველოდან გაქცეულ ყოფილ მთავარ პროკურორს იარაღის მთელი არსენალი კანონდარღვევით გაუფორმეს. გაბიტაშვილის დავალება იყო, ვისი დავალება იყო, ეგ მაინტერესებს. სისტემის მხილება, კაცი რომელიც წლების განმავლობაში უკანონო დავალებებს იღებდა, დღეს ასახელებს გვარებს. ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან? ყიდიან ყველაფერს, რაც ჯერ კიდევ გაყიდვას გადაურჩა. აუცილებლობა რატო იყო მისი გაყიდვა? აუცილებლობა არ იყო. არა ხო? ვიღაცას გულის გაკეთება ხო? ტექ უნივერსიტეტს შენობა ისე გაუყიდეს, რომ ჰიდროლოგებს, რომლებმაც სტიქიის დროს საფრთხეები უნდა გაანეიტრალონ, სამუშაო სივრცეც აღარ დაუტოვეს. გარდაცვლილს აძლევენ 4 კვადრატმეტრ პიცას და აქ ვზივართ 7 კაცი. შენობა ვაკეში, სადაც უნიკალური ლაბორატორიები იყო, ოცნების დეპუტატის შვილმა იყიდა. ხედავთ ჩაშლილ აუქციონს და შემდეგ აუქციონზე თქვენ ყიდულობთ და შეგნებულად ხო არ მოხდათქო იმის შეწყვეტა, რომ იქ შანსი ხო არ იყო სხვას ეყიდა. სად წავიდა მილიონები, რაც ვაკეში გაყიდული შენობიდან ტექ უნივერსიტეტმა მიიღო. შენდება იღომში. სად შენდება, არ შენდება. ვაკიდან დიღმის სასაფლაოსთან მეცნიერებს პირდებოდნენ, რომ უნდა ეშენებინათ ახალი შენობა და ჩაერთოთ მათთვის ლაბორატორიები, მაგრამ იქ, სადაც ეს ყველაფერი იგეგმებოდა, გაპარტახებული ნაგებობა დაგვხვდა. არ გადაგეთ, ახლა ხელი, ასაკეთ. ტექნიკას გვიზიანოთ. იყიდება ტექ უნივერსიტეტის ქონება და იზრდება პარალელურად რექტორის ბინების ჩამონათვალი. ეს ბინა აბაშიძის ბინა რა სახსრებით შეიძინეთ, ანუ იპოთეკაც არ გაქვთ. თქვენი საქმე არ არის მეუღლის სახელზე გავაფორმებთ თუ ბეგიზაში. კიდე შევიძებ. გაყიდეს კომპოზიტორთა სახლი ბორჯომში. სამუშაოები მიმდინარეობს მშენებლობად. დაიწყო უკვე მშენებლობა? შენობა, რომელზეც ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილმა კომპოზიტორებს წაართვა, არც ქართულმა ოცნებამ დაუბრუნა და მუსიკის ავტორები იმ დაპირებით გააჩუმა, რომ ახალ სასტუმროში $200 ნომრებში ფასდაკლებით დაასვენებენ. გოგიას რა, ის სამფეხიო, კომპოზიტორებს რა. კომპოზიტორები ისე დააშინეს, რომ გაყიდულ შენობაზე, რომლისთვისაც წლები იბრძოდნენ, ლაპარაკი აღარ უნდათ. ჩვენ რომ ინტერვიუს მოგცემენ, ამის გამო შესაძლოა რემონტი აღარ გაგიწევთ, მაგას მეუბნები? ღარიბაშვილის გაყიდული ქონება და კობახიძის მიერ გასაყიდად გამზადებული ხალხის საკუთრება. ბორჯომის პლატოს ტყის სტატუსი მოუხსნეს. ვინ დაადგა თვალი უნიკალურ ტერიტორიას და რა იქნება აქ ტყის ნაცვლად? აზა აზარაშვილის აპარტამენტი ან სასტუმრო ნომერი, ვია ყანჩელის სასტუმრო ნომერი. ვიდრე ქვეყანა გამოგონილი დაპირისპირებების სერს უყურებს, ნახეთ რა ხდება ამ დროს, რას ყიდიან და ვის მიაქვს თქვენი ქონება. შემთხვევები მაღალი კლასის რესტორანში შეიძლება მოხდეს რაღაც მატლიანის და მაღალი კლასის რესტორანი. დიახ. ასეხსნის ციხეებში პატიმრებისთვის შეტანილ მატლიან საკვებს იუსტიციის მინისტრი. მე შემხვედრია მაგალითად რომში და ოფიციალურად მომითხა რა მოხდა. ის რაც გისოსებს მიღმა ხდება. გამომიტანა თევზი, რომელიც იყო მატლიანი. და ის რასაც გიმალავენ თქვენ. აურეცხავი იყო ჭუჭყიანი, ყაი აშკარად ზედრომ ტალახი აქვს კიდე შერჩენილი და მოუხარშავი არის აი ესე. ამ ფაქტებზე საპასუხოდ კი მინისტრი გვპასუხობს, რომ
კამპანიური ხასიათის მიცემა გინდათ, რომ დაანგრიოთ თითქოს ქართული ოცნების მიერ შექმნილი მითი, რომ ციხეებში ყველაფერი კარგად არის. გრძელი რიგებით ციხეში პატიმარი ექიმთან რომ მოხვდეს. არის რიგების გეთანხმებით. და რეალობა, რომლის დანახვაც ოლიგარქის პარტიას არ უნდა. მე გეუბნები, რომ არის იდეალური პირობები, რომ გამოდიან მადლობას იხდიან რა მაგარ პირობებში იყვნენ. მეც ნახავთ 8 საათზე. როდესაც ეს ადამიანი მოკლეს, თქვენ იყავით საბარგულში. სროლის დროს საბარგულში ვიყავი. 39 წლის ფონიჭალელი მემწვანილე შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. აგესროლს 15ჯერ დიდი არაღი იყო. ოჯახი ამბობს, რომ მკვლელობა შურისძიების მოტივით ფონიჭალელმა ნარკომოვაჭრემ ოფელიამ დაუკვეთა. მოძიებას მიეცით ჩვენება, რომ ოფელია იმ დღეს ხო? მოკლა. მე მოგლავ შენ ქმარე. შურისძიება მინდა. პირველებმა მოიპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერები და იპოვა ოქროს მოწმე. პირსახოცი მქონა რა, თვალებზე და მე სკოჩი და რო ავიწიე და გავხედი ცეცხლიები დაუგე მანქანას. ანუ თქვენს თვალწინ დაწვეს მანქანა. ხო, კი. ტაქსის მძღოლი ყვება, რომ კილერი დანაშაულის ადგილზე მისი მანქანით მივიდა. თავად ამ დროს საბარგულში ყავდა დაბმული და არ გაათავისუფლეს, ვიდრე მემწვანილი არ მოკლეს. მე ახლოდანვე იყო სროლის ხმა და დაჟე სუნი შემოვიდა მანქანაში, იარაღის სროლის წამლის. არსებობს სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, არსებობენ მოწმეები, მაგრამ შეკვეთილი მკვლელობის დამკვეთი პასუხისგებაში ამ დრომდე არ მიუციათ. ვინ ფარცხავს მკვლელობის საქმეს? ქალბატონ ოფელიას მფარველობით ფონიჭალის პოლიციაში. მიმართეთ პრეს-ცენტრს. ვინ არის პრეს-ცენტრი? მიმართეთ პრეს-ცენტრს. მიმართეთ პრეს-ცენტრს. დღეს 8 საათზე გიყვებით მაფიოზურ გარჩევებზე, რომელიც აქ ჩვენს გვერდით ხდება და შეკვეთილ მკვლელობებზე, რომლის მსგავსი ისტორიებიც აქამდე მხოლოდ დეტექტიური სერიალებიდან ვიცოდით. დღეს საღამოს 8 საათზე ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს იმისთვის, რომ გიამბოთ ამბებზე, რომელსაც სხვაგან უბრალოდ ვერ გახავთ.